ახალგაზრდა ადვოკატები მზადყოფნას გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს შრომის კანონმდებლობის დახვეწაში მათი იუსტიციის სამინისტროს წერილობით უკვე მიმართეს. ორგანიზაცია მზად არის საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგინოს კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც აღმოფხრის ხარვეზებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასა და შრომის მოქმედ კოდექსს შორის. ახალგაზრდა ადვოკატების შეფასებით მოქმედი შრომის კოდექსი ეწინააღმდეგება ეკლესიასთან დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას და სამართლებრივ ხარვეზს ქმნის. საუბარია უქმი დღეების რელიგიურობის საკითხზე, რომელსაც შრომის კანონმდებლობა ადგენს და ცდება კონსტიტუციურ შეთანხმებაში მითითებულ იმ ჩამონათვალს, რომელიც შრომის კანონმდებლობას უნდა გაეთვალისწინებინა. ჩვენი შეფასებით საქართველოს შრომის კოდექსი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან. კერძოდ, მხარეებმა კონსტიტუციური შეთანხმებით დაადგინეს და განსაზღვრეს დასვენების დღეები. დასვენების დღეებად მიცნეს დიდი საეკლესიო დღესასწაულები, რომელთა ჩამონათვალით ასევე განსაზღვრულია კონსტიტუციური შეთანხმების ტერმინთა განმარტების ნაწილში.